საღამო მშვიდობის 900 უკლია ზუსტი დროს ვიტყვი. არა, სათვალების გარეშე ვერ ვხედავ. 20 წუთი უკლია 900. მოკლედ დრო მაქვს ხოლმე გამოყოფილი ჩემი ტელეფონისთვის. სოსოს ვუთხარი რომ 9-ზე გამოგართვა, მეთქი და ცოტა ადრე რომ გამოვართვი, ერთი ამბავი ატეხა. ხო და არა უშავს. ეს ასე როცა ერთი მობილურია სახში, ახლა ვიღაცა იკითხავს რას აკეთებს მობილურზე, სიმღერებს უსმენს, ანუ. და ახალი ჩართული მქონდა უკვე და მაშინ არა უშავს, მე მოусმენ ახლა ცოტა ხნის მერე, ახლა მეც დიდხანს არ ვილაპარაკო. ხო და მოკლედ მესამე დღეა დღეს. ანუ ორი დღე, დღეს დილას ავიწონე. თქვა დილა არ იყო რომ ავიწონე რა. ანუ მაინტერესებდა, მეთქი რაღაცა ძრა არის წონაში. ხო, იმიტომ რომ რაღაცა ცოტა ისე სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, თუმცა 18 საათი კუჭი ცარიელი გქონდეს, ეს ცოტა არ არის, ანუ ორგანიზმისთვის კარგი დატვირთვაა და მოკლედ 1 კილოგრამი მინუსი. უბრალოდ ესე რომ ვთქვათ, -1 კილოგრამი 2 დღეში. გამოდის რომ ესეთ ტემპში თუ გავაგრძელებ მე, თან იცით როგორ წონას გეუბნებით, ეს 1 კილოგრამი. აი, არ ვიცი, მოკლედ სწორი კვებაც მქონდა, თუ გახსოვთ რომ დავიწყე, ჯერ სწორი კვებით დავიწყე, ხო? რა ვიცი, ვარჯიშებსაც ვასრულებდი, მაგრამ აი ძვრა არ მქონდა საერთოდ წონის კლებას. გრამებიც კი არ აკლდებოდა, არამც თუ კილოგრამი. აი გრამებს ხო ვუყურებდი, ხო? ესე იგი მაგალითად რაღაც წონა, ხო, რაღაცა გრამებია, ხო? აი ეს გრამები როგორც ცოტა ხანი მოიკლებდა ისე იგივე ხდებოდა, ნუ მოკლედ. იმის თქმამი და 1 კილოგრამი იცით, თქვენ რამდენს იწონის, ანუ რომ ესე ვთქვათ 1 კილოგრამი კარტოფილი ან ხახვი რო აწონით, აი ხელში რო დაიჭერთ, უკვე ცოტა არ არის, ანუ 1 კილოგრამი რო წავა, ხო? ეტყობა მე არასწორად გავიგე მაშინ ეს მეზობელმა რომ მითხრა და შეიძლება ერთი თვე თქვა და მე ერთი კვირა რატო გავიგე, არ ვიცი, ეტყობა მე მინდოდა ესე რომ ერთ კვირაში დამეკო 10 კილოგრამი. ნუ შესაბამისად ახლა რომ დავაკვირდი, ესე გამოდის თუ 2 დღეში 1 კილოგრამი მიდის, ნუ მე ვიცი რომ საერთოდ ეს თავიდან უფრო მარტივად მიდის, აი მე ცოტა ნელდება, იმიტომ რომ ჯერ თავიდან როგორც გამიგია სითხე თუ რაღაც მოკლედ და მე უკვე უფრო ცოტა გაგდება. ნუ ერთი თვე ალბათ მართალია. მე ესე მიმაჩნია რომ ერთი თვე ნამდვილია. რომ ერთ თვეში, ნუ უფრო ხო რა ერთ თვემდე 20 მეთქი 10 კილო თავისუფლად წავა. ხო, თან თუ ეხა ივარჯიშებ კიდევაც ადამიანი და რაღაცა მოქმედებებს გააკეთებ, უფრო სწრაფადაც წავა. უბრალოდ არ მინდა მეტად ენერგია დავხარჯო, თან მით უმეტეს აი მაშინ როცა არაფერს არ ვებულობ რა. ხო. რაც შეეხება ახლა კალორიებზე იყო კიდე კომენტარში, კალორიები მე უკვე როგორ მაქვს იცით დაზეპირებული, აი ნუ ახლა თქვა ესე ზუსტად რიცხვები არა, მაგრამ დაახლოებით ახლა რა პროდუქტი რა კალორიას შეიცავს კი არა და რამდენია, რა პროდუქტში რამდენია კალორია, ეს უკვე დაზეპირებული მაქვს რაღაც როგორ ვთქვა, აი მაგალითად კრუპეულობაში რამდენია, ნუ ხანდახან თუ დამავიწყდა მეხმარება Google და ეგრევე ვგებულობ, მაგრამ ჩვენ ისედაც არა გვაქვს ესეთი რომ ვთქვათ ახლა ცუდი, ანუ ცუდს ასვიძახი, ანუ ისეთი პროდუქტი რა, რომელიც ბევრ კალორიანი, არც ესეთი და არც ისეთი, ნუ მოკლედ ჩვენ ძალიან ესე ხელმომჭირნეთ ვართ და ბოსტნეულში კიდე, რა ვიცი, მე ჩვენ ძირითადად უფრო ბოსტნეულზე ვართ და ცილოვან კვებაზე, ანუ ბოსტნეულში შედის, ანუ
კარტოფილი, სტაფილო, ხახვი, კომბოსტო, ჭარხალი, ეხლა ცოტა ისე მრავალფეროვნებისთვის ამშუა ზამთარში, როცა ცეცხლის ფასი ღირს, ბადრიჯანიც ვიყიდე, ბულგარული მწვანილები, სალათის ფოთლები, აი ესეთი რაღაცეები რა, რაც ჯერჯერობით რასაც ვხედავ რა, ყოველ შემთხვევაში და მოიცადეთ, მოვიდეს გაზაფხული, ზაფხული, მერე მე მგონი საძოვარზე გავალ. ხო, ხო და ასე რომ, ну, ძირითადად უფრო ბოსტნეულით ვიკვებებით რა ჩვენ. ხო, პური არის მთავარი თემა რა, პური შევამცირე თავისთავად. თითო კერძს ანუ რომ მივირთმევ, ერთ ნაჭერ პურს ვატან მხოლოდ, ერთ ნაჭერს. აი დაახლოებით ესე სანტიმეტრამდე მოჭრილი, ისიც თეთრი არა, თეთრი გამოვრიცხე უკვე. მოხარშული შავი აგურის პურები როა. აი მაგას. დღეს უბრალოდ ჩავედი, აღარ გქონდათ, იმიტომ რომ ხან ერთია ხოლმე, ხან ორი და თუ მოვასწარი ვიღებ. ისე კი უნდა ვუთხრე ერთხელ, რომ შემინახო ხოლმე ეს ერთი შავი პური, როგორც კი მოვა, რომ გადამიდონ ხოლმე და იმიტომ რომ ძალიან სასარგებლოა რა მოკლედ. ხო და ამოვიტანე ისა ჭვავის პურები 2 ცალი და ჭვავის პური 0% აწერია მაგას და ამიტომ ხო პატარებია ეს პატარა ბატონჩიკები და 2 პატარა ნაჭერი რა მოკლედ დღეს გავაკეთე ბორში. საკმაოდ ისეთი რა გულიანად გავაკეთე რა მოკლედ და სოსისთვის ამოვიტანე მაიონეზი, ჩემთვის არაჟანი, იმიტომ რომ სოსს უყვარს მაიონეზით, მე არაჟანით. მაიონეზითაც მომწონს, მაგრამ უფრო რატომღაც რა ვიცი, არაჟანით მომწონს. ხო და ბულიონი და საერთოდ ხორცი რო არ იყო შიგნით, ამიტომ ეს კუბიკები ვიყიდე იმისი საქონლის კუბიკები ერთ ქვაბში გავუკეთე 3 ცალი, 4-იც კარგი იქნებოდა, 4-იც უნდა, მაგრამ ნუ 3 გავუკეთე. ხო, ხანდახან ვინც მიყურებთ ხოლმე, გეცოდინებათ, რომ ბორშს ხანდახან ვაკეთებ ქათმის ხორცით, ანუ ჯერ ვხარშავ ქათმის ხორცს, მერე ეს ბულიონი, ანუ მე საერთოდ რახან ქათმებსაც რაღაცებს უკეთებენ, ხო? წამოდუხდება იმას ვღრი ხოლმე და მერე უკვე ვხარშავ რა და აი ის ბულიონი, ანუ ხორცს ვიღებ, ბულიონში ვაკეთებ მერე დარჩენს, ანუ რაც კეთდება ბორში და მერე უკვე ხორცებს რა, ესა ხარშვის დროს, აი კომბოსტო ყველაფერი რო არის რა შიგნით, ვაწყობ და ვხარშავ ცოტა ხანი კიდე რომ იმ ხორცსაც გავუჩნდეს და ძალიან გემრიელი გამოდის. მე თუ მკითხავთ, ახლა მე კი ვიცი რომ ახლა ძროხის ხორცით კეთდება, მაგრამ ესეც არ არის ნაკლები. ხო, ამიტომ დღეს ესე გავაკეთე. ხო, შემეშალა და სოსისთვის ამოვიტანე დიდი ზამბით რომ გონია რომ მაიონეზი მომაქვს სახში რომ დავხედე ცეზარის соуსი ყოფილა. თუმცა ეს ცეზარის соуსი ფაქტიურად იგივე მაიონეზია. აი ნამდვილი ცეზარის соуსი მე რო გავაკეთე სახლში. სახლის პირობებში ეს ურჩეს соуსებით და მთელი იმებით და ბალზამიკური ზმრით და ყველაფერი როგორც კეთდება და ეს ანჩოუსებით და თოხლო კვერცხით და ყველაფერი ანუ ბლენდერში როგორ კეთდება. სულ სხვა გემო აქვს, სულ სხვა არის რა და ეს რაც იყიდება, ნუ ესეთია რა მაიონეზს გავს. ხო და რას ვამბობდი, მოკლედ კალორიებს ტვინში ვითვლი თავისთავად, ისედაც მინდა ვთქვა, რომ ნორმა საერთოდ 2000 კალორიამდეა დღეში, რომ ადამიანი ანუ ნორმალურად იყოს, ხო? ჩვენ ეხლა რასაც ვაკვირდები 1500-მდეც არ გამოდის, საკმაოდ დაბალი კალორიებს ვღებულობთ. მეც და სოსოც მიუხედავად იმისა, რომ სოსოს არ ვაიძულებ ამ 6 საათიან, ანუ 18 საათიანს, იმიტომ რომ მაინც მოზარდია და უბრალოდ ძილის წინ ვუკრძალავ სასტიკად მირთმევას, იმიტომ რომ ჯერ ერთი რო კუჭი მძიმდება, ძილის დროს ძილიც უხარისხო ხდება და ასე და ასე შემდეგ. მოკლედ ესეთი ამბებია, რომ შედეგი არის და
შეგიძლიათ გაითვალისწინოთ უბრალოდ ნებისყოფა, საკმაოდ ძლიერი ნებისყოფა საჭირო იმისთვის, რომ ხო, და ის დრო, რაც 6 საათიდან 12 საათამდე სანამ დაიძინებთ, ხო? ანუ მე ესე ვიძინებ დაახლოებით 6-დან, ანუ როგორ ვთქვათ, 12-ზე კი არა, ხო ვთქვი 6-დან 12-მდე, რომ ხანდახან პირველი 2-ზე ესეც ყოფილა, მაგრამ ჩემთვის უფრო მეტად ის არის, რა ჯერ ძნელია. მაგრამ რას ვაკეთებ ამ პერიოდში? საქმეს ვაკეთებ, მაგალითად მოგსოვე თითქმის ახლა არ დამიმთავრებია ეს ნაკსოვი, მაგრამ საკმაოდ უკვე ისეთ იმაზე ვარ გასული, ანუ სიხეზე და რაღაცა უკვე მოგსოვილი მაქვს და დამრჩა ახლა კლავები, ოღონდ კლავებს ვაკეთებ, ეს იქნება საქაზაფულო. ანუ თვითონ ძაფი არის, როგორ ვთქვათ, თბილი არ არის რა, ესეთი საგაზაფხულოა. ხო და იქნება ესეთი, მოკლე მკლავიანი. თან მაგ დროისთვის რო ცოტა შევთხელდები, ვფიქრობ ძალიან უნდა მომიხდეს ეს, რასაც ვგსოვ ახლა. ანუ მოტივირებულიც ვარ, მოტივაცია მაქვს, ხო და ეხლა ჭამის მერე ცოტა არ იყოს ჩემთვის ახლა ამ დღეებში ეს ბორში ცოტა მძიმე იყო და მომინდა რაცა ესეც სიესტა, მეთქი ცოტას დავისვენებ, რაღაცა წამოვწექი და თვალი მოვატყუო და ცოტა ჩამთვლი, ანუ ჩამეძინა სადაც 9 საათზე ცოტა მეტი და წამოვხდი მერე. ხო და ტანზეც გრძნობ ახლა მეგობრებო, როგორ ვთქვათ, რომ ეს 1 კილო რო წავიდა, ვიგრძენი, თან როგორ ვიგრძენი, იცით, აი აქამდე რო ვთქვათ ახლა გამოხვეტის დროს რო ცოტა წელი ოდნავ თუ ესე დავხრიდი და აი კვდებოდი არ შემეძლო დიდხანს გაჩერება ესე, იმიტომ რომ მიკავდებოდა თითქოს რაღაც სპაზმური ის მქონდა. ნუ იატაკის მოწმენდის დროს, რაღაც საქმის კეთების დროს, აი დისკომფორტი, აი მოძრაობაც რო გიჭირს, თითქოს ახლა არ ჩანს ისე რომ დიდი წონა, მაგრამ ჩემი ხერხემისთვის ეთქობა, რა ვიცი, კატასტროფაა და მოკლედ დღეს შედარებით რა შედარება ვერ შევადრე, აი ბუმბულივით ვიყავი მართლა იმასთან შედარებით, როგორც თავიდან გვხსნოდი თავს და რაც უფრო დრო გავა, ხო ახლა უფრო მეტი მოტივაცია მეძლევა, რომ რაც უფრო მეტი დრო გავა, უფრო ანუ თავს ჯანსაღად ვიგრძნობ და კომფორტულად სხეულში, რაც მთავარია. ხო და ვანდამაც დაიწყო, მაგრამ არ ვიცი ახლა უნდა ვკითხო რა ეტაპზეა, იმიტომ რომ მგონი გუშინ შემთხვევით შემოერღვია, იმიტომ რომ სამსახურიდან მოსული დაღლილი, თან შიო და კიდევაც თავისთავად და დედამ დაახვედრა გებრიელი სოუზი და მოკლედ და რომ ვუთხარი, ესეთი მომწერა. ანუ მიხვდა რომ დაარღვია და შეწყდა რა თვითონ და ხო და მე ვუთხარი თუ რაღაცა მეთქი ახლა სამსახურში კონტეინერით გაიყოლეთ სადილი რაღაცა საჭმელი და რომ ანუ მიირთვა და მე აღარ თქო და ხო ენერგიის ხარჯვაც თავისთავად ახლა ჯერჯერობით დამწყები ვარ, ანუ მესამე დღეა დღეს და ცოტა ანუ ის სისუსტე აღარა მაქვს, როგორც მქონდა თავიდან და რაღაცა ცოტა თავბრუსხვევა და რაღაცა გაიარა. ეხლა შევხედავ რა ერთი დაახლოებით 1 კვირამდე, რომ ესე ვიქნები, მერე ნელ-ნელა შევაპარებ, ასე ვთქვათ, ვარჯიშებსაც. ისეც ვარჯიშობ ახლა პატარა მოთელვებს, მაგრამ აი ნორმალური ვარჯიშს მერე შეიძლება გადავიღო კიდევაც ვიდეო, როგორ ვარჯიშობ, რას ვარჯიშობ. და ანუ გახდომის დროს რომ სხეულიც იყოს ტონუსში, ახლა არ ვუჩი იმას კანის ასე ვთქვათ მოდღლეზვებს და ესეთ რაღაცებს, ისედაც ესეთი ძალიან ნაზი კანი აქვს და ძალიან სწრაფად ეშვება რა, ასე ვთქვათ, თუ არის მოძრავა და მე არასოდეს არ მქონია მაგის პრობლემა, თუმცა აი ესე თვითონ რა, ესე ვიტყვიან შეხების იმაზე რა, თითქოს იტყვი რომ აი რაღაცა ნაზია, მაგრამ ამ დროს სიმკვრივეც აქვს ანუ ერთდროულად რა და ეს ძალიან დიდ სტიმულსაც მაძლევს რა ყველაფერში საერთოდ.
ხო, რაც შეეხება ეს დეპრესიაზე იყო შეკითხვა, ანუ დეპრესია, ხო, ახლებს მინდა დიდი სიყვარულით მოგესალმოთ. იმედი მაქვს საინტერესო იქნება ჩემი ვიდეოები თქვენთვისაც. და მოკლედ დეპრესიასთან დაკავშირებით როგორ მოვახერხე მე პირადად, არანაირი ექიმი, არანაირი ესეთი ის არც მაქვს საშუალება მაგდენ რომ ამ ფსიქოლოგთან ან რაღაცები არო, მაგრამ მთავარი ექიმიც და ფსიქოლოგის და ყველაფერი. ეხლა მიხვდებით ხო, რაც უნდა ვთქვა, ყველა ადამიანი არის საკუთარი თავის. არის უმძიმესი დეპრესიული მდგომარეობა. მე მგონი ყველანაირი მაქვს გამოვლილი. ეს არის ისეთიც, რომ საერთოდ ჭამაც რო არ გინდა. საერთოდ ადგომა არ გინდა. საერთოდ არც ძილი გინდა და არც გაგვიძება გინდა. აი სადღაცას ხარ გაჭედილი. მოკლედ ხასიათი რომ გაქვს აი საზიზღარი, რომ არაფერი არ გიხარია. საერთოდ სიცოცხლე არ გინდა. რა მოკლედ აი სიცოცხლეშივე რომ გვამათგზნობ ადამიანი თავზე, რა მოკლედ რო ვთქვა. ფსიქოლოგიურადაც ისე რაღაცა ძალიან დამძიმებული. მოკლედ რა შველის ამ ყველაფერს. უნდა შენ თავშემოვიდა, ანუ უთხრა. ბოლო, ანუ აპირებ, ანუ სიკვდილს აპირებ, ესე გინდა იყოს. თუ რაღაცა იმას გამოცოცხლდები და მიხედავთ. ნუ ეხლა მიზეზები ბევრია. ბევრია. არის ურთიერთობები ადამიანებთან, ახლობლებთან, ახალგაზრდებს შეყვარებულებთან, ზოგი არის სწავლასთან დაკავშირებით, ნუ მოკლედ 1000-ნაირი რამ არსებობს მიზეზად, შეიძლება იყოს სამსახურიც, შეიძლება იყოს, ნუ ოჯახიც, ნუ არ ვიცი, ყველაფერი. შეიძლება იყოს ნივთიერებების, ასე ვთქვათ, და ჭარბი წონის შედეგიც, იმიტომ რომ ზოგადად ჭარბი წონა არის საერთოდ როგორც დეპრესია შეიძლება იყოს მიზეზი და მოიმატოს ადამიანმა წონაში, ასევე ჭარბი წონიდან დეპრესიაში ჩავარდნამდეც, ანუ მჭიდროდ არის რა კავშირში. ხო, თუმცა არის ზოგი პირიქით, ანუ საერთოდ შეიძლება არ ჭამოს საჭმელი და იშიმშილოს და რაღაცა ძალიან დადნეს რა, მოკლედ, ესეთიც მქონდა, ესეთი პერიოდიც მე გავვლინე. ხო, რა მეხმარება ესეთ დროს? არავისთვის, არა, აი, რო იტყვიან ზოგიერთი რომ აი შენ როგორც დედა ავალდებული ხარ შვილისთვის ისა ესა და რაღაცა და ვითომ ამან უნდა გამოაფხიზლოს ადამიანი. ეს არის აი როგორი ბლეფი იცი მეგობრებო, აი ძალიან დიდი ბლეფი. პირველ რიგში ადამიანს უნდა უნდოდეს საკუთარი თავისთვის სიცოცხლე და საკუთარი თავისთვის ყველაფერი. და მერე მოდის უკვე ეს დანარჩენი. საკუთარი თავს თუ არ შეიყვარებ, სხვასაც ვერ შეიყვარებ, ხო და არც იქნება რეალური. ხო და როცა ადამიანი მოდუნებულია, სულ წუწუნებს, სულ რაღაცა ისეთ მდგომარეობაშია, ხო? თვითონვე უნდა მიიღოს ესეთი გადაწყვეტილება, რაღაცა სურათი წარმოიდგინოს, რომ ანუ როგორი უნდა რომ იყოს ცხოვრება, როგორი უნდა რომ ანუ მის ირგვლივ რა ხდებოდეს, როგორ ხდებოდეს, ყველაფერი აი პატარა ფილმივით უნდა წარმოიდგინოს და მიყვეს ეტაპობრივად, აი ნაბიჯ ამ ასე ვთქვათ გეგმას. მე რითი დავიწყე ხა, ყველა ძალიან კარგად მიხვდებით. ეს არის რომ მოვედი გონზე რა, გამოვხიზდი, ჯერ პირველ რიგში ხო, თავარი არ გამავიწყდეს მეგობრებო, ამინთი უნდა დამეწყო საერთოდ. ეს არის რწმენა. ჯერ უნდა გწამდეს, ანუ ღმერთის და მერე საკუთარი თავის, ხო? პრინციპში რაღაცა ერთობლიობაც უნდა იყოს, ხო, ესეთი. და ანუ ეს გაძლევს მერე იმ ძალებს, რომ აკრიფო შენი დაშლილი თავი, ესე წარმოიდგინეთ ესე ჩოჩი და იყარა ესე და დაცვიდა და თქვენ უნდა აკრიფოთ, ააწყოთ და თავიდან უნდა დაიწყოთ ეს ყველაფერი. ხო, ეხლა ზოგი არის რომ აი ამ პერიოდში შეიძლება რაღაცა აღიზიანებდეს, ან რაღაცა მელოდია, რაღაცა ფერი, რაღაცა ისე არდევს
ქუჩაში ის ვიღაცა ისე არ მიდის, ისე არ ლაპარაკობს, ყველაფერმა შეიძლება ანუ შემოატრიალოს ისე ცუდისკენ. თუმცა აი ზუსტად ის რომ აი ის ღერძი რა, რაც გაქვთ ჩაფიქრებული და რაც გახალისებთ შიგნით, აი სანთელს რო ანთებს, შიგადაში ჩაებჟუტება, აინთება, ხო? აი იმ სანთელს უნდა გაუფრთხილდეთ რა, რომ არ ჩაქრეს და უნდა იფიქროთ სულ კარგზე, ის რაც გახარებს, რაც გამხიარულებს. ეხლა უკიდურესებაში არ უნდა გადავარდეს ადამიანს, სულ რაღაცა კომედიებს არ უნდა უყუროს, სულ რაღაცა სასაცილოებს არ უნდა უყუროს, შეიძლება ერთ დღეს გადაიტვირთოს გონება და ისე იგივე საწყის მდგომარეობას დაუბრუნდეს. ამიტომ ზომიერად ყველაფერი, ზომიერად უნდა ვიყვეთ ესე ნაბიჯ-ნაბიჯ ყველაფერს. ხო, შიშები უნდა მოიხსნათ საერთოდ ყველანაირად, ანუ მე ვიცახი ესეთი რა, შფოთვები უფრო, შიშები ძაღლია, შფოთვები. ანუ უფალს მინდობილი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ რა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ არა მარტო სიტყვებს, საერთოდ ზოგადად ამ უფალს მინდობილი ადამიანები ბევრს აღწევენ და ბევრი გამოსდით ცხოვრებაში. ეხლა როგორ ახსნა, არ ვიცი, აი ცუდათაც რო ხარ ადამიანი და შვიდათ რო ხარ და აი რუსული სიტყვა ესე დასტოინად რო ღებულობ იმას რა, აი დაახლოებით ესეთი ის არის რა, ანუ არ უნდა იფორია ხო, არ უნდა ახდე, აი უნდა მიიღო ის რაღაცა. მე მქონია ესე ადრე რაღაცა ცოტა თავს სუდად ვიგრძნობდი, ვაიმე პანიკაში ვარდებოდი, აი მე რატო ვარ ესე, რატომ ჭირს ესე. ხო და დრო რომ გავიდა, ხო რაღაცნაირად, იცი, აი ცუდად რომ ვიგრძნობ, ამ ბოლო ხანებში თუ არის ესეთი რაღაცა ხოლმე, მეთქი რაც იქნება, იქნება. თუ ღმერთს ასე ნებავს, იყოს ასე. და ესეთნაირად რა მივხვდით? ეს იმას არ ნიშნავს, რომ საერთოდ აღარა მაქვს რეაქცია, მაგრამ აი ეს მაშინ მივხვდი რა არის მნიშვნელობა უფალს მინდობილი. ანუ რო ენდობი რა ღმერთს მოკლედ რა რო ვთქვათ. ხო. და ანუ საინტერესო რაღაცებით უნდა დაკავდეთ. აი თან ის ხო მართლა ვთქვი რომ ანუ დაძინებამდე ის რაღაცა პერიოდი რაღაცით ხო უნდა შეავსოს ადამიანმა, ხო? ანუ რაღაცებს ვაკეთებ რა, როგორც აი ეს ქსოვის ის. ხო და დეპრესიასთან დაკავშირებით ახლა ნუ ის კვებაც უნდა მოიყვანოთ წესრიგში, იმიტომ რომ ეტყობა რაღაცა ისე არ არის თქვენი კვება, თქვათ დალაგებული, იმიტომ რომ რასაც ჭამის ხართ როგორ არის ნათქვამი, მოკლედ კუჭნაწლავი ასახავს ხასიათს კი არა და აი იცით როგორ ფონს განწყობა, ხო, სწორი სიტყვა განწყობა. ანუ განწყობას ქმნის. როცა გემრიელობებით იკვებება ადამიანი, ანუ გემრიელობებს მიირთმევს ხშირად, განწყობა ქვეითდება. ის რაღაცა წამიერია, ის იმ მომენტში რაღაცა ფეირვერკებია, რაღაცა გემრიელია და რაღაცა, მაგრამ სამაგიეროდ რაღაცა დროის მერე გამძიმებს მერე და უკვე ძალიან ცუდ განწყობაზე გაყენებს. და ეს ჯანსავი კვება შეიძლება არ იყოს გემრიელი, მაგრამ როგორ უკუ ეფექტი აქვს, ანუ თავიდან ცოტა ისეთია რა, ანუ ეხლა შეიძლება შეაგემრიელოთ ცოტა რაღაცნაირად, მაგასაც უნდა ნიჭი, ეხლა მე ვახერხებ ხოლმე ცოტა რა ზეგეთებს. და მოკლედ მერეა კომფორტული გრძნობა, ანუ აი როგორ გითხრათ, სიმსუბუქეს რო გრძნობთ კუჭში და ორგანიზმში, მე ყველაფერი ლამაზ ფერებში გეჩვენება, ცურო არც იყოს, ხო? ხო და ამიტომ ამას ანუ კვებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, როგორ იკვებებით, როდის იკვებებით, საღამოს საათებში მართლა იმიტომ არ ვარ მე ექიმიც მეუბნებოდა, მე ხო ისა მაქვს რა ქვია, ცოცა გრიჟას ეძახია თუ ესე ქვია, ну მოკლედ. და არ შეიძლება რა, თან პორციებით შევამციე საგრძნობლად. ეხლა ბოშზე ცოტა გავთამამდი და იმდენად გემრიელი გამომივიდა, რომ ერთი ფიალა რო დავისხი, კიდე ცოტა დავიბადე. მაგრამ ხო ვიცოდი, რომ 6-ის მერე არაფერ შევჭამდი, ამიტომ თავი ასე ვთქვათ ვინუგეში ამით, მაგრამ პორციებით მაქვს ცოტა შემცირებული. თუმცა
ნათქვამია რომ ანუ 12 საათიდან 6 საათამდე თუ უნდა სპილო შეჭამო და 6-ის მერე არაო, ხო? არ მოიმატებ წონაშიო და ანუ ვისაც ჭარბი წონა პირიქით დაიკლებს. ხო? ანუ მომატებით აღარ მოიმატებთ რა. და შეიძლება დაკლებით უფრო ძალიან ნელ ტემპებში, მე ვიძახი სპილო თუ შეჭამ. ანუ მართლა სპილო კი არა, ანუ სპილოს ოდენა. რაღაცა თუ შეჭამა ადამიანმა მაგ შემთხვევაში, ხო. ხო და ამიტომ მე მქონდა ადრე აპრობირებულია ესა, ანუ კუჭის დაპატარავება. კუჭი იმ ხელაზე აქვს ზოგს გაწელილი, რომ მიირთმევს რამეს და აი ნიდაიდანიას რო ეძახიან რუსები, ხო? აი თუ ბოლომდე რაღაც არ შეავზე, მერე ფორი აქვს, რაღაცა მე რაღაცა უნდა და ხასიათზეც მოქმედებს თავისთავად. ამიტომ ჯობია რომ ცივი წყლით, ანუ ცივი წყლით დილას მაშინ არა ცხელი, არამედ ცივი, რომ ცოტა ის ტონოში იყოს, ასე ვთქვათ რა, შეკუმშვის ჰოლივუდის მსახიობები, მაგალითად ყინულიან წყალსაც მოვიდნენ, მაგრამ მე არ გირჩევთ ახლა შუა ზამთარში, ანუ ყინულიანი წყლების მასწავლე ყელს გაიციებთ. ხო, და მე მიირთმევენ რაღაცა, ანუ პორციას, მე იმ პორციას ნელ-ნელა ეტაპობრივად დაამცირებენ და ესე დაყავთ რაღაცა ძალიან იმაზე. აი ესე ვიყავი მე ადრე. და იმიტომ ვიყავი ცარიელი ძვალი და ტყავი. ნუ თადესი არ ჩანდი. მე საერთოდ არ მეტყობა, მეგობრებო, არც მომატება დიდად არ მეტყობა ხოლმე. აი მარტო აქ, აი ამაზე მეტყობა. და ნუ წყობა მაქვს ესეთი რა. მოკლედ ჩემი გულკერდის შემოწერილობა და თეზოსი, ასე ვთქვათ, აი რო ვიტყოდე 90-60-ზე, აი ესეთი ისა მაქვს, ანუ პროპორციები და შესაბამისად ესეთი წყობაში არ ჩანს. თან რო ვიმატებ, ხო, მე მაგალითად ნუ სიმაღლეც როლს თამაშობს თავისთავად და ნუ დიდად არ ყვირის რა. თუმცა მე ვხედავ და მე ვგრძნობ, იმიტომ რომ მე ხო ვიცი ჩემი სხეული. ხო, ნუ ეხლა ზამთარში როცა თბილად გაცვია, არ ჩანს ისე ეხლა, არ ვიცი, მე მგონი ხედავთ, ხო? როგორ რა წონაზე ვარ. ხო და ესეთი ამბები, მოკლედ ბევრი ვილაპარაკე, ცოტა ვილაპარაკე, იმედი მაქვს ამომწურავად თქვი თუ რამე დამავიწყდა, რა ვფიქრობ არა, იმიტომ რომ ძირითადად არის აი დეპრესიაზე მაქვს საუბარი, ადამიანი თვითონ უნდა იყოს ამითი მონდომებული, როცა მაგალითად ადამიანს უნდა რომ გამოვიდეს დეპრესიიდან, ანუ სურვილი არის, მაგრამ რაღაცა შესაძლებლობა თითქოს აი არ აძლევს რა ეს ისა რომ გამოვიდეს აი ჯურგმულებიდან სინათლეში სულ დააერთე და დათქმეს ცხოვრებით, ხო? აი ეს მომენტი, რომ აი ეს გასვლის მომენტი უნდა აი მართლა აკრიფოს საკუთარი თავი და აი ხელში აიღო და გატენო, რასაც ქვია იმ სინათლეში და სილამაზეში და არ იყო რაღაცა იმ ჯურგმულში რაღაცა სინესტეში თუ რაღაცნაირად ესე დათრგუნული და განადგურებული. მოკლედ უნდა გამოხვიდე რა ამ ყველაფრიდან და დაიწყო ისევ ცხოვრება. ნუ არის ახლა მიზეზები ბევრი შეიძლება იყოს ახლა როცა მაგალითად ადამიანის დაკარგვასთან არის დაკავშირებული, ანუ მე ვიცახი დაკარგვასთან, გარდაცვალებასთან, ეს ცოტა უფრო რთულია, იმიტომ რომ ფაქტიურად ადამიანი, აი როგორ ვთქვათ, ნახევრდება კი არა, ფაქტიურად კარგავს თავის თავს. მაგრამ ნუ აქ ალბათ უფრო ფიქრობ ეკლესია, ალბათ უფრო ეკლესია ეხმარება. რა ვიცი, მე ესე მგონია, მაგრამ არ ვიცი, მე ვერ გეტყვით ახლა. ჯვარი წერია ყველას, ყველა მშვიდობიანად გამყოფოთ, თქვენი ახლობლებიანად ყველა და ეს არის ერთადერთი ცოტა ისეთი
რატომღაც მგონია, რა ვიცი, ჩვენი წერია, მე რამე ესეთი მქონდა, ალბათ უკვე დავასრულებდი ამაზე ყველაფერს და რა ვიცი, მოჩვენებას რა ვიცი ვიქნებოდი, ვფიქრობ, სანამ მართლა სული არ მომხდებოდა რა. მოკლედ ეს ინდივიდუალურია ძალიან რა, მოკლედ ზოგი უფრო ახერხებს, რა ვიცი, მე მინახია ადამიანები, რომლებიც იღიმებიან და იცინიან კიდევაც და რავი, აგრძელებენ ცხოვრებას. ყველა ინდივიდუალურია და თავისებური. კარგით, ამ ცუდ ნოტაზე რო არ დავასრულო, მოკლედ დილა ის მაქვს ხოლმე რა, რომ ვიღვიძებ, მოკლედ ერთ სული მაქვს ხოლმე 12 საათი მოვიდეს, ჯერჯერობით მაქვს ეს. აი მინდა რომ ის დღე დადგეს, როცა აღარ მექნება ეს მომენტი, რომ აი სულიო დროზე მოვიდეს 12 საათი, რომ რაღაცა უკმა ჩავიდო პირში რა, მოკლედ აი ეს მინდა რომ ამან მინდა რომ ჩაიაროს. და უკვე ნორმად იქცეს, ანუ ნორმად და მე ეს პორცია რომ კვების შემცირდება, საღამოსაც თქვათ ერთი სიტყვაზე ვაშლიც რომ ჩაკვიჩო და რაღაცა აღარაფერს არ დაგიშავებს რა, მოკლედ ესეთი ამბავია. მთავარია რომ ის რაც მოვიმატე და მოვიმატე არა ცოტა მართლა მეგობრებო, არ არის ცოტა. ჩემთვის არ არის ცოტა, ცხოვრებაში არ მომიმატია ამდენი. ეს არის 20 კილოგრამი. 20 კილოგრამი. მე აი არ ვიცი, ხო გეუბნებით, მე მაქსიმუმ 5 კილო მომემატებინა, აი მაქსიმუმ. არასოდეს არის კი 10-ც არ მომიმატია და ეს არის თუ 20. ნუ ეს ასაკი ეთყობა თავის ეშვება იქ რაღაცა ორგანიზმში ხდება რაღაცა ცვლილებები აქ-ეთითი და შესაბამისად უკვე სხვანაირად უნდა შეხედო ამ ყველაფერს და გრამატიკულად უნდა მიყვე იმას, რომ რაღაცა არ დააზიანო რა, მოკლედ. რა ვიცი, ჯერჯერობით ენერგიაზე ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტიურად 18 საათი შიმშილობ ეგრე გამოდის, სადაც ნაწილი ძილში ვატარებ, რომ არ ვიგრძნოდიდათ და რა ვიცი, ჯერჯერობით არის ის. ნორმალურად ვარ, ენა დამება უკვე. ნორმალურად ვარ, დიდება უფალს და მოკლედ ვინც გადაწყვიტავთ, არ არის რთული, არაფერი არ არის აქ საოცარი, უბრალოდ უნდა მოინდომო რა, ადამიანს თუ გინდა, გააკეთებ და თუ არ გინდა, 1000 მიზეზს მოიფიქრებ რა, ესე და ისე. შენ ხო, რა არის შენთვის ღირებული? ანუ ის რომ თავი კომფორტულად იგრძნო, ლამაზად იგრძნო და ტანისამოსიც გემრიელად ჩაიცვა და გახვიდე, თუ ის რომ რაღაცა პატარა კაპრიზები, აი ეს მუცელში თითქოს რაღაცა ის ურჩხულის ის და მაჭამეს რომ იძახის, თუ ესე. ანუ მიხდით, თქვენ თვითონ და გადაწყვეტეთ ეს ყველაფერი. ხო და მთავარი კიდე რო არ დამავიწყდეს, ნუ ეს მთავარი არ გამომელია. ძირითადი დაავადებები წონიდან არის გამოწვეული. ანუ ავადმყოფობასაც უყვარს რაღაცის ჭამა. ამიტომ ესეა და მაქსიმალურად მე ვიცი, შიმშილობენ კიდევაც არის ერთდღიანი შიმშილი, არის სამდღიანი შიმშილიც, ნუ ვის როგორ შეუძლია. ხო და ძალიანაც არ უნდა გარისკო თავი, ნელ-ნელა უნდა შეაპარო ყველაფერი რა ორგანიზმს და დაუკვირდე, აბა როგორ გრძნობ თავს და როგორ ხარ. იმის მიხედვით, ანუ უნდა უსმინო, მოსმენა უნდა იცოდე საკუთარი თავის. კარგით. აი ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა, შეიძლება რაღაცა მავიწყდება, არა უშავს მე კიდე აღვიდგენ, გავიხსენებ და კიდე მოგიყვებით. კარგით, დროებით, აბა გაკოცეთ, სოსო დაემშვიდობედე. ნახვამდის. კარგით, აბა ნახვამდის.